მოდით ერთი წამით დავფიქრდეთ. წარმოგიდგენიათ სისტემა, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია გვარწმუნებს, რომ ყველაფერი, რასაც ჩვენს გარშემო ხედავთ, ჩვენი აზრების პირდაპირი შედეგია. ხო, სწორად გაიგეთ, საუბარია ჩარლზ ენელის ლეგენდარულ მასტერგასაღების სისტემაზე და დღეს ჩვენ ერთად შევეცდებით გავარკვიოთ, რა საიდუმლო იმალება მის უკან. მოდით, პირდაპირ დავიწყოთ მთავარი კითხვით. რა იქნებოდა თქვენი აზრები, რომ პირდაპირ ყოველგვარი შუამავლების გარეშე ქმნიდეს თქვენს ცხოვრებას? ანუ არა ირიბად, არამედ პირდაპირ. სწორედ ეს არის ის გიჟური, მაგრამ ამავდროულად ძალიან დამაინტერესებელი იდეა, რაზეც მთელი ეს სისტემაა აგებული. ვნახოთ, სადამდე მიგვიყვანს. კარგი. და ვინ არის საერთოდ ამ, მოდი ვთქვათ, რევოლუციური იდეის ავტორი? გაიცანით, ჩარლზ ენელი. ადამიანი, რომლის ცხოვრებაც მართლა რომ ვთქვათ, მისივე ფილოსოფიის საუკეთესო რეკლამას გავდა. და იცით, მისი ისტორია კლასიკური ამერიკული ოცნებაა. პირდაპირი მნიშვნელობით დაიბადა 1866 წელს მიჩიგანში. კარიერა დაიწყო, წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივ კურიერად. მაგრამ მე-20 საუკუნის დასაწყისში ის უკვე არა ერთი და ორი, არამედ რამდენიმე უმსხვილესი კომპანიის პრეზიდენტია. და სფეროებიც ნახეთ, ყავიდან დაწყებული ოქროს მომპოვებელი კომპანიებით დამტავრებული. ანუ ეს ის შემთხვევაა, როცა ადამიანი იმას ქადაგებდა, რასაც თავად აკეთებდა და ცხოვრობდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ ენელი მარტო არ იყო ამ იდეებში. ის არ მოქმედებდა ვაკუუმში. მისი ფილოსოფია ბევრად უფრო ფართო ინტელექტუალური და, თუ გნებავთ, სულიერი მოძრაობის ნაწილი იყო, რომელმაც იმ პერიოდის ამერიკა ფაქტობრივად დაიპყრო. და მოძრაობას ახალი აზრი ერქვა. იცით, ეს არ იყო რაღაც მშრალი ფილოსოფია. წყაროების მიხედვით ეს იყო პრაქტიკული და სულიერი ცხოვრების წესი. და ცენტრალური იდეა ძალიან მარტივი და ამავდროულად რევოლუციური. შენს შემოქმედებით აზროვნებას შეუძლია შენი რეალობის შექმნა. ფაქტობრივად, შენს გონებას შეუძლია შენი სამყაროს გამოძერწვა. და უბრალოდ ნახეთ, სხვა რასახელებით იყო ცნობილი: წარმატების მეცნიერება, პრაქტიკული მეტაფიზიკა, შემოქმედებითი აზროვნება, გონების მეცნიერება, გასმით, ყველა სახელი ხას უსვამს პრაქტიკულობას, შედეგზე ორიენტაციას. მწვავარი აქცენტი იყო გონების ძალაზე და იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა მისი გამოყენება რეალური შედეგების მისაღებად. კარგი, დაუბრუნდეთ ენელს. კონკრეტულად რა შექმნა მან? აქ შემოდის სცენაზე მასტერგასაღები. ეს არ იყო უბრალოდ წიგნი. 1912-დან 1917 წლამდე პერიოდში ეს იყო ფასიანი 24 კვირიანი კურსი, რომელსაც დისტანციურად გადიოდი. და მინდა კარგად წარმოიდგინოთ, რა ნიშნავდა ეს. ანუ ეს არ იყო წიგნი, რომელსაც იყიდი და თაროზე შემოდებდი. არა, ეს იყო სერიოზული, ინტენსიური 24 კვირიანი პროცესი. წარმოიდგინეთ, ყოველ კვირას ფოსტით გიგზავნიან ახალ გაკვეთილს. შენ კითხულობ, ასრულებ დავალებებს, ავსებ საკონტროლო კითხვებს და ამ ყველაფერს უგზავნი უკან, პირადად ენელს. ის კი გიბრუნებს ფურცელს სწორი პასუხებით. და იცით რა იყო ყველაზე საინტერესო? მხოლოდ ის, ვინც ამ 24 კვირიან მარათონს ბოლომდე გაივლიდა, იღებდა უფლებას ეყიდა მთლიანი კურსის ლამაზ ტყავგადაკრულ წიგნად აკინძული ვერსია. ანუ, ეს იყო ნამდვილი ოსტატობისკენ მიმავალი გზა, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ გადიოდი. და რას პირდებოდა ეს კურსი? აქ უკვე დაპირება იყო წარმოუდგენლად ამბიციური. სისტემა ბაზარზე იყიდებოდა როგორც ყველა პრობლემის გადაჭრის გზა. დაფიქრით, არა ზოგიერთი პრობლემის, არამედ ყველა პრობლემის. რა თქმა უნდა, გასაკვირი არაა, რომ ამხელა დაპირებამ ათასობით დაინტერესებული ადამიანი მიიზიდა. მაშ როგორ უნდა შეესრულებინა სისტემას ეს ფანტასტიკური დაპირება? გასაღები ერთ რამეშია: შინაგანი სამყაროს ძალის გაგებასა და გამოყენებაში. პირველივე გაკვეთილიდან ენელი გვთავაზობს კონცეფციას, რომელიც ყველაფერს ცვლის. ეს არის შინაგანი სამყარო, ანუ თქვენი აზრების, გრძნობების, რწმენის სამყარო. და მთავარი იდეა ეს არის: სწორედ ეს შინაგანი სამყაროა მიზეზი, ხოლო ყველაფერი გარეთ უბრალოდ შედეგი. შინაგანი სამყარო არის პროექტორი, გარე სამყარო კი ეკრანი. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პროექტორი თქვენს ხელშია. კარგი, მაგრამ როგორ მართავთ ამ შინაგან სამყაროს? ენელის თქმით, ჩვენ გვაქვს ერთი გონება, მაგრამ ორი, სრულიად განსხვავებული ფუნქციით. ცნობიერი გონება არის ჩვენი მცველი კარიბჭესთან. ის ხუთი გრძნობით აღიქვამს გარე სამყაროს და ფილტრავს თუ რომელ ასრს შემოუშვებს შიგნით. ქვეცნობიერი კი, ის არის შინაგანი სამყაროს შემოქმედებითი ძრავა. ის არ კამათობს და რა ანალიზებს, ის უბრალოდ ქმნის იმის მიხედვით, რა იდეასაც ცნობიერი მიაწვდის. ხვდებით, რატომ არის მცველის როლი ასეთი კრიტიკულად მნიშვნელოვანი? მოდით, მოკლედ შევაჯამოთ პირველი გაკვეთილის არსი. პირველი, გონება არის შემოქმედი. მეორე, გარეგანი სამყარო არის სარკე, რომელიც შინაგანს ასახავს. მესამე, მთელი ძალა თქვენს შიგნითაა. და დასკვნა, თუ გინდათ შეცვალოთ შედეგი, ანუ თქვენი ცხოვრება, უნდა შეცვალოთ მიზეზი, თქვენი აზრები. ეს არის კანანი, რომელთანაც შეგიძლიათ შეგნობულად ითანამშრომლოთ. რა თქმა უნდა, ასეთი რადიკალური იდეები უამრავ კითხვას აჩენს. დარწმუნებული ვარ, თქვენს გაგიჩნდათ. ძალიან საინტერესოა, როგორ პასუხობს ამ კითხვებს თავად სისტემა. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე ლოგიკური კითხვა. კარგი ბატონო, და რა უყოთ ბოროტებას, ეშმაკს ან სხვა ნეგატიურ ძალებს? ესენიც ჩვენი აზრების შედეგია?
ენელის პასუხი გენიალურად მარტივია. ის ამბობს, რომ ბოროტება არ არის რაღაც დამოუკიდებელი ძალა. ის იყენებს ასეთ მეტაფორას. თუ შიშველ ელექტროსადენს შეეხები და დენი დაგარტყავს, ელექტრობა ბოროტია? რა თქმა უნდა, არა. შენ უბრალოდ არასწორად გამოიყენე მისი კანონები. ზუსტად ასევე, ბოროტება და ნეგატივი არის ერთი უნივერსალური ნეიტრალური ძალის არასწორი ან უცოდინარი გამოყენების შედეგი. და აი კიდევ ერთი ძალიან ღრმა კითხვა. თუ ჩვენი ნამდვილი მე სულიერი და სრულყოფილია, მაშინ რატომაა ჩვენს გარშემო ამდენი ტანჯვა და არასრულყოფილება? აქ პასუხი კიდევ უფრო გამომწვევია. ენელი ამტიცებს, რომ ჩვენს სინამდვილეში არასრულყოფილ შედეგებს კი არ ვხედავთ, არამედ კანონის სრულყოფილ მუშაობას. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ კანონი ყოველთვის იდეალურად მუშაობს. ის სრულყოფილად ასახავს იმას, რაც ჩვენს გონებაში ხდება. თუ ადამიანი დამანგრეველად აზროვნებს, კანონი მას სრულყოფილად აძლევს დამანგრეველ შედეგს. კანონი უბრალოდ სარკეა, რომელიც არასდროს ცდება. კარგი, ეს ყველაფერი თეორიაა, მაგრამ რა მოხდა პრაქტიკაში? რა გავლენა მოახდინა ამ სისტემამ სამყაროზე? როგორც აღმოჩნდა, მისი მემკვიდრეობა იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე წარმოგვიდგენია. ალბათ ყველას გსმენიათ ნაპოლეონ ჰილის და მისი საკულტო წიგნის „იფიქრე და გამდიდრდის“ შესახებ. ხო და სწორედ ნაპოლეონ ჰილმა მისწერა თისკოს 12 წელს ენელს. ჩემი დღევანდელი წარმატება დიდწილად სწორედ მასტერგასაღების სისტემის პრინციპების დამსახურებაა. ეს არის უდიდესი აღიარება ამ სფეროს ერთ-ერთი ტიტანისგან. მაგრამ ისტორია აქ არ სრულდება. არსებობს ასეთი ლეგენდა, რომ ახალგაზრდა ბილ გეიტსმა, როცა ჰარვარდში სწავლობდა, შემთხვევით იპოვა მასტერგასაღების იშვიათი ასლი და სწორედ ამ წიგნმა მისცა ბიძგი მიეტოვებინა უნივერსიტეტი და თავისი გიჟური ოცნების Microsoft-ის განხორციელება შესდგომოდა. და რაც ყველაზე გასაოცარია, იცით რა არის? ეს სისტემა დღესაც ცოცხალი და აქტუალურია. სილიკონის ველის ყველაზე ინოვაციური კომპანიების დამფუძნებლები და მენეჯერები მას დღემდე აქტიურად სწავლობენ. რატომ? იმიტომ რომ მათ ღრმად სწამთ, ნამდვილი პროგრესი და ინოვაცია სწორედ აზრის შემოქმედებითი ძალიდან იბადება. საბოლოო ჯამში ყველაფერი ერთ მარტივ იდეამდე დადის. შენი აზრების ხარისხი განსაზღვრავს შენი ცხოვრების ხარისხს. ეს საუკუნეზე მეტი ხნის წინანდელი იდეა დღეს ალბათ უფრო აქტუალურია ვიდრე ოდესმე. ასე რომ, ჩვენი მოკლე ანალიზი აქ სრულდება და თქვენი მოგზაურობა შესაძლოა ახლა იწყება. თქვენ ხელში გაქვთ მასტერგასაღები. საინტერესოა, რის გაღებას აპირებთ.